ბარაკ ობამა დემოკრატებს მოუწოდებს არ დათმონ პოზიცია, საქმე ჯანდაცვისა და ფინანსურ რეფორმებს ეხება. მისი განცხადებით დემოკრატებს ჯერ კიდევ აქვთ უმრავლესობა სენატში 59 ხმა 41-ის წინააღმდეგ. ჯანდაცვის რეფორმის დამტკიცებას კი 1-ით მეტი, 60 ხმა სჭირდება. დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მასაჩუსეტსის შტატში რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ დაკარგა. ბრძოლა არ დასრულებულა, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ იქნება. მიმართა ობამამ თავისი პარტიის სენატორებს სტრატეგიულ კონფერენციაზე ვაშინგტონში. მასაჩუსეტსში დემოკრატების დამარცხებამ ობამას ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება ეჭქვეშ დააყენა. ამ წარუმატებლობის გადასაფარად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფინანსურ სექტორში ცვლილებები განახორციელა. მისი ინიციატივა ბანკების მოგების შემცირებასა და სარისკო სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას გულისხმობდა. გასულ კვირას პრეზიდენტმა მთავარ ამოცანად სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ხარჯების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. კონგრესის ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შანსს სულ უფრო ამცირებს სახალხო გამოკითხვების შედეგები. შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტის ეკონომიკური კურსითა და ჯანდაცვის რეფორმით უკმაყოფილოა. რესპუბლიკელების გაღიზიანება კიდევ ერთხელ გამოიწვია ობამას მკაცრმა მიმართვამ. პრეზიდენტმა პარტიის წარმომადგენლები დემოკრატებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. მათ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ჩვენც ხელი გავუწოდეთ, თუმცა სანაცვლოდ ცილა მივიღეთ. ამ კომენტარმა ხალხს პრეზიდენტის ინაუგურაციის მიმართვის ტექსტი გაახსენა. მან 2009 წლის იანვარში ამერიკის მტრების მისამართით შემდეგი ფრაზა გამოიყენა: შეერთებული შტატები ხელს გამოგიწვდით, თუ გსურთ დათმოთ შემტევი პოლიტიკა და მზად ხართ თანამშრომლობისთვის.